web გვერდზე ყველაფერი არის ჩარჩოებში, ოთხკუთხედ ჩარჩოებში. ამ შემთხვევაში გამოვიყენებთ სამ სტილს, იქნება ეს border-ი, padding-ი და margin-ი, იმისათვის რომ დავინახოთ რას ნიშნავს. პირველად ცოტა შევასწორებ web გვერდის კოდს, ამ შემთხვევაში დავტოვებ მხოლოდ 10 პიქსელს ზემოდან, ხოლო ყვითელ ფონს საერთოდ ვაშორებ, რომელიც რაღაც ძალიან ცუდად ჩანს გვერდზე. Ctrl+S-ი, refresh-ი და ვნახავთ რომ აი მოცულა ჩვენი ყვითელი გამაღიზიანებელი ფონი. ხოლო შემდეგ გადავალ ამ div tag-ზე. ანუ ვიმუშავებთ ამ div block-ზე. რომელსაც გააჩნია ოთხკუთხედი ჩარჩო როგორც ვახსენეთ. თუმცა ის არის უხილავი. მის დასანახად უნდა მივუთითოთ შემდეგი სტილები. Style შემდეგ უდრის და ბრჭყალებში უნდა ჩავწეროთ border, რომელიც იქნება 2 პიქსელის ზომის, იქნება solid-ური ხაზი და აქვე მივუთითოთ ფერიც იყოს წითელი. Ctrl+S-ი, ანუ შევინახოთ, დავარეფრეშოთ და ვნახავთ რომ გაჩნდება წითელი ჩარჩო, ანუ კიდე. რომელიც რა თქმა უნდა ცელდება მთელ ჰორიზონტზე. მოდით შევუცვალოთ მას ზომა. როგორც ვიცით, შეგვიძლია გამოვიყენოთ width tag-ი, ანუ მივუთითოთ 300 პიქსელი. Ctrl+S-ი შენახვისთვის, refresh-ი, ანუ დავინახეთ რომ ზომაში დაპატარავდა არის სიგანეში 300 პიქსელი. თუ დავაკვირდებით, სათაური და ტექსტი არის ძალიან ახლოს კიდესთან. თუ გვინდა რომ გამოვწიოთ, ანუ გავაკეთოთ დაცილება ამ ჩარჩოდან, უნდა გამოვიყენოთ padding-ი. ავკრიბავ paddings, შემდეგ 2 წერტილი და ნუ მივუთითებ 10 პიქსელს, რომელიც არის საკმარისი შეიძლება ზედმეტიც. Ctrl+S-ი, refresh-ი და ვნახავთ რომ დარჩა გარკვეული არე, text და ნუ ჩარჩოს კიდე შორის. Padding-ი ეხება სივრცეს ჩარჩოს შიგნით. შეგვიძლია გავზარდოთ სივრცე ჩარჩოს გარეთაც და უნდა გამოვიყენოთ ამისთვის margin-ი. ანუ მინდორი. ასე ვთქვათ, რომელიც იყოს 30 პიქსელი. თვალნათრივ რომ დავინახოთ უფრო. Ctrl+S-ი, refresh-ი და აი დავინახეთ, რომ ჩარჩოს ირგვლივ გვაქვს 30 პიქსელი, მინდორი, ხოლო ჩარჩოს შიგნით 10 პიქსელი. ხოლო თვითონ ჩარჩო მითითებული არის 2 პიქსელის წითელი ზომით. შეიძლება ეს ჩარჩო ყოფილიყო არა solid-ური ხაზი, არამედ მაგალითად წერტილებით. ამ შემთხვევაში იქნებოდა dot-ით, 2 ტეთი თუ არ ვცდები, Ctrl+S-ი, შენახვა და აი გვაქვს წერტილებიანი ჩარჩო. ჩვეულებრივ web გვერდზე ეს ჩარჩო არის უხილავი, რადგანაც ეს თეთრად, უფრო კარგად გამოიყურება.